გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და ახლობლის თხოვნით მინდა ერთი პატარა გაშლა გავუკეთო ზოგადად მორიელებს. Იცით, რომ ნოემბერი ზოგადად მორიელების თვეა. ძალიან საყვარლები არიან მაშინ თუ არ გავაბრაზებთ. მაგრამ ერთი პატარა პრობლემაა, რომ მარტივად ბრაზდებიან და ყველაფერზე ბრაზდებიან. ერთ-ერთი მორიელის თხოვნით მინდა გავუკეთო პატარა გაშლა ზოგადად მორიელებს და ვნახოთ რას თავაზობს მორიელებს და რა მოაქვს მორიელებისთვის ნოემბრის დარჩენილ 2 კვირას. ანუ დარჩენილი ნოემბრის ენერგიები პირადად მორიელებისთვის. მორიელები არიან სტრესში, რაღაცა ახალის აღმოცენებისათვის, რაღაცას ახლის დასაწყისისთვის უნდათ ცდილობენ და რა თქმა უნდა ფიქრის საშუალებით ცდილობენ რაღაცის ახალის წარმოწებას, ცდილობენ რაღაცა ახალს ჩაუყარონ საფუძველი და რაღაცა ახალი შემოვიდეს მიცხოვრებაში. ზოგიერთი მორიელი შესაძლებელია მაღალ ძალებს ენერგიებს მიმართავდეს დასახმარებლად. შესაძლებელია მათ ბურთალებსაც მიმართავდეს თავის სურვილის მისაღწევად, მაგრამ მინდა გითხრათ მეგობრებო, იმისთვის რომ სურვილს მიაღწიოთ, პირველ რიგში უნდა გამოხვიდეთ სტრესიდან და მოიშოროთ სტრესი. ბევრ მორიელთან შესაძლებელია ეს სტრესი ეხებოდეს სასიყვარულო თემას. და თუ თქვენ სტრესს მოიშოროთ, მინდა გითხრათ, თქვენი სურვილი უფრო გაცილებით სწრაფად აღდება, უფრო მალე შეისმენენ მაღალი ძალები თქვენს სურვილს და თუ მაგიურ ძალებს იყენებთ სურვილის მისაღწევად, მინდა გითხრათ, რომ როდესაც სტრესიდან გამოხვალთ, თქვენი მაგიასთან კავშირი უფრო სწორი იქნება და უფრო სწრაფად შემოვა თქვენ ცხოვრებაში. მინდა გითხრათ, რომ წარმატებისთვის მოიშოროთ სტრესი, ბევრი დარდი. აქ ბევრი რაღაც ახალს უყრის საფუძველს, ფიქრობს ახალი ბიზნესის წამოწყებაზე, ზოგიერთი სიყვარულის შემოსვლაზე და ზოგიერთი სწავლის განვითარებაზე. ბევრ მორიელს უნდა სწავლის სფეროში ახალი ნაბიჯის გადადგმა, ან კიდევ ახალი სამსახურის სფეროში ახალი ნაბიჯის გადადგმა. და სამართლიანობა მიგინიშნებთ იმას და მაღალი ძალები მიგეუბნებიან, რომ მოიშორეს სტრესი, გაქვს ძალიან გატეხილი გული, გაქვს გატეხილი გული იმაზე მეტად, რასაც არ საჭიროებს შენ ცხოვრებაში, შესაძლებელია მაღალ ძალებს შენთვის არ მოუწია ამ სტრესის საფუძველი, ამ გულის გატეხის საფუძველი, იმის ნაცვლად, რომ ჩავარდეთ სტრესში, შესაძლებელია და დიდი ალბათობით გირჩევდით, რომ სტრესის ნაცვლად მაღალ ძალებს მოუხადოთ. მადლობა იმისთვის, რაც გაქვს დღეს. აზრიადეთ მეგობრებო, თქვენ ხართ მორიელები, რომელიც ჩემს გაშლას უყურებთ, თქვენ ხართ მორიელები, რომელიც სიტუაციას წინ უსწრებთ და რომლებიც სიტუაციას უფრო მეტად ართულებთ, ვიდრე სინამდვილეშია. თქვენ ხართ მორიელები, რომლებმაც შესაძლებელია სტრესის შექმნა და არაფრის საფუძველზე. არკნები ერთსა და იმეორეს გიმეორებენ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, იმისათვის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ის, რაც თქვენ ძალიან გიდათ, მოიშორეთ სტრესი, გადადგით ნაბიჯები სტრესის გარეშე, თუნდაც ზოგჯერ ცოტა გაუთვლელად და ასე ამ გზით უფრო მეტად დაასტაბილურებთ მდგომარეობას. ბევრ სტრესს თქვენთვის მოაქვს ჩაგეტილობა.
მაღალ ძალებს სურს თქვენი დახმარება, მაგრამ თქვენ არ იშორებს სტრესი იმისთვის, რომ მაღალმა ძალებმა შეისმინოს თქვენი თხოვნა, როგორც წინათ გითხარით, უნდა მოიშოროთ ზედმეტი სტრესი. შესაძლებელია ზოგჯერ მეგობრები გართობას გთავაზობდნენ, მაგრამ თქვენ გართობაზედაც უარს ამბობდეთ, რადგან უფრო მეტად სტრესს ხართ მიცემული, ან და შესაძლებელია გართობის დროსაც კი იმ პრობლემაზე ფიქრობდეთ, რომელი პრობლემაც სინამდვილეში არ არსებობს. ეს იყო მორიელებისთვის ჩემი ერთი დასტა, რომელმაც ეს ყველაფერი გადმოხდა მორიელებისთვის, მაგრამ მე მორიელების თხოვნას კიდევ უფრო მეტად დავაკმაყოფილებ და გადავალ მეორე დასტაზე და მეორე დასტის ენერგიებს წავიკითხავ, რა შეიძლება კიდევ შემოვიდეს მათ ცხოვრებაში. პირველი დასტა თითქმის ესა და იგივეს მეორებდა, რომ იმისთვის მიაღწიოთ იმ სურვილს, რომელიც სურვილიც თქვენში დევს, უნდა მოიშოროთ სტრესი. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სურვილს მიაღწიოთ, ფიქრია აუცილებელი, მაგრამ თქვენ ფიქრობთ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე საჭიროებს და თქვენ ქმნით ბევრი ფიქრის საფუძველზე ქმნით იმ პრობლემებს, რომელი პრობლემებიც არ არსებობს. მეორე დასტა კი ამბობს, რომ ბევრ მორიელს უნდა რაღაცის სწავლა, რაღაც ახალის დაწყება, როგორც პირველმა დასტამ თქვა, და მეორე ეტაპზე გადასulis საფუძველი წარმოქმნის მასში არსებულ სტრესს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაშინ, როდესაც თუ თქვენ ცხოვრებაში რამე არსებული პრობლემა წარმოიქმნა, მინდა გითხრათ, რომ ის არსებული პრობლემას კი თქვენს მდელოზე დაასხავს წყალს, ასე რომ გაგიმარტოთ, მინდა გითხრათ, რომ მაშინ, როდესაც თქვენ ცხოვრებაში წვიმს, ის წვიმაც კი თქვენს ეზოში ასხავს ყვავილების საკეთილდღეოდ და ყვავილების გასახარებლად, ანუ წვიმა, რომელიც შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ისევ თქვენ წისქვილზე ასხავს წყალს. შესაძლებელია ვიღაციდან მიიღოთ წერილი, ან სასიყვარულო სფეროში, ან კიდევ იმ თემასთან დაკავშირებით, რომელ თემაზედაც ჩაიკეტეთ. აქ არის სწავლა, განვითარება, ბევრი მორიელი ფიქრობს ფინანსების განვითარებაზე, ბევრი მორიელი კი ფიქრობს რაღაც ახალის სწავლაზე, რათა უფრო მეტად დააკმაყოფილოს თავის მოთხოვნილებები, თავის სურვილი. აქ არის ადამიანი, ისევ ეს მეორე დასტაც კი იგივე საიმეორებს, აქ არის ადამიანი, რომელიც მედიტაციებს მიმართავს სურვილის მისაღწევად. ადამიანი ძალიან დიდ სტრესშია, მაგრამ ეს არის არარსებული სტრესი, რომელსაც ადამიანი თვითონ თავის ფსიქოლოგიით და თავის აზროვნებით ქმნის. შესაძლებელია ზოგიერთ მორიელს ყავდეს არსებულ საქმეში ფინანსებთან დაკავშირებით ყავდეს მეტოქე. უწოდეს ბარიერის გადალახვა, რათა დაძლიოს მეტოქეს და წავიდეს წინ სამსახურეობრივ სფეროში. აქ არის სიძლიერე თქვენთან. მინდა გითხრათ, რომ მორიელებო თქვენთან ფიქსირდება ძალიან დიდი სიძლიერე მხოლოდ მაშინ, როდესაც სტრესს გადალახავთ და სტრესს მოიშორებთ. ვისაც ფინანსები გაინტერესებთ, მინდა გითხრათ, რომ სწორედ სტრესის მოშორების შემდეგ დასტაბილურდება თქვენთან ფინანსები, მიაღწევთ იმას ფინანსების მხრივ, როგორც გინდათ რომ გქონდეს.
რა რაოდენობისიც მინდა გქონდეთ და ვისთანაც სიყვარულია პრობლემა და სიყვარულზეა ჩასიკლური, მინდა გითხრათ, რომ სწორედ ეს სიყვარული შემოვა თქვენ ცხოვრებაში და გაიგავს ფესვებს სწორედ მაშინ, როდესაც გადალახავთ ამ სტრესს, ასე რომ მოერიეთ საკუთარ თავს, აიყვანეთ თავი ხელში, გადალახეთ სტრესი, რათა თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ის ყოველივე საუკეთესო, რომელიც ასე ძალიან გინდათ, რომელსაც ასე ძალიან იზიდავთ და რომლისთვისაც შესაძლებელია მაღალ ძალებს აწუხებდეთ და შესაძლებელია მედიტაციებს მიმართავდეთ. მაღალი ძალები დაგეხმარებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადალახავთ არსებულ სტრესს, რომელსაც არაფრის საფუძველზე უქმნით საკუთარ თავს. ძალიან ბევრს ფიქრობთ, ძალიან ბევრს ოცნებობთ და ზუსტად ეს თქვენი ოცნება ასრულდება მაშინ, როდესაც მოიშორებთ სტრესს, დასტაბილურდება სიყვარული და დასტაბილურდება ფინანსები და მიაღწევთ ზუსტად იმას, რისი მიღწევაც გინდათ და რაზედაც ჩაიციკლეთ და რაზედაც ასე ძალიან ბევრს ფიქრობთ და ოცნებობთ. მე კი ახლა ამით უნდა დაგემშვიდობოთ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ.